ზოგჯერ ერთი ხელმოწერა უფრო ზუსტად კი ხელის არ მოწერა უფრო მეტს ამბობს ქვეყნის რეალურ პოლიტიკაზე, ვიდრე ათობით ოფიციალური განცხადება. ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყნის პოლიტიკურ კურსს შიშებს და რეალურ პრიორიტეტებს აშიშვლებს. დღეს საქართველომ უარი თქვა შეერთებოდა ევროპის საბჭოს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებასა და ჰააგის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერას ეხება. 36 სახელმწიფო ამ დოკუმენტის ხელმომწერია, საქართველო არა. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმიტომ, რომ საუბარი არაუბრალოდ განსხვავებულ პოზიციაზე, არამედ ოცნების მიერ საკუთარი უკვე დაფიქსირებული პოზიციის შეცვლაზე. ჯერ კიდევ გასულ წელს იგივე ქართული ოცნება ამავე ინიციატივის არათუ მონაწილე, თანასპონსორიც კი იყო, მაშინ ყველას გაგვიკვირდა. ქვეყნის დამოკიდებულება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმის ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა დააყენოს საქართველოს გარკვეული გაზრდილი რისკების წინაშე ან გამოწვევების წინაშე. ანუ რა ხდება? მაშინ ეს ქვეყნისთვის საფრთხე არ იყო? მაშინ რუსეთი ნაკლებად აგრესიული იყო? ბოლო თვეებში მოსკოვიდან თბილისისა და ერევნის მიმართ გზავნილები აშკარად გააქტიურდა. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციები სუსტდება, მაგრამ გავლენის შენარჩუნებას კრემლი ძველი მეთოდით ცდილობს, მუქარისა და კეთილგანწყობის მონაცვლეობით. პოლიტიკა კნუტაი პრიანიკა. ერთის მხრივ ლავროვისა და ზახაროვას განცხადებებში აშკარა სიმპათიები დომინირებს ოცნების ხელისუფლების მიმართ, დასავლეთთან მზარდი კონფრონტაციისა და მოსკოვისადმი ლოიალური პოლიტიკის გამო, მეორეს მხრივ კი სულ უფრო მკაფიო ხდება გაფრთხილება, რომ კრემლისთვის წითელი ხაზი უკვე მხოლოდ ნატო აღარ არის, ევროკავშირიცაა. სულ უფრო ხშირად გვახსენებენ იანუკოვიჩის ისტორიასაც, როგორც გაფრთხილებას და არა უბრალოდ ისტორიულ მაგალითს. ამ კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილის დღევანდელი განმარტება განსაკუთრებით სიმპტომატურად ჟღერს. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ევროკავშირისა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს დამოკიდებულება საქართველოს არ აძლევს იმის ფუფუნებას, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შექმნის. მაგრამ ეს განმარტება ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას აჩენს. თუ ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის დღეს საფრთხის შემცველია, მაშინ იგივე საფრთხეები გასულ წელს არ არსებობდა? თუ საქმე საფრთხეებს კი არა, პოლიტიკურ არჩევანს ეხება. სინამდვილეში ეს უკვე აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ტაქტიკა. ეს შიშის პოლიტიკის ოფიციალური ენაა. საზოგადოებას ისევ ეუბნებიან, რომ საქართველოს იმდენად დაუცველი და სუსტია, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაც კი საფრთხეთ უნდა ჩაითვალოს. მაშინაც კი, როცა საქმე ეხება ქვეყნის ისტორიულ მტერს და ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის საკითხს. და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სხვა, ვის ესაუბრება ამ გადაწყვეტილებით ქართული ოცნება? ევროპას საყვედურის ენით თუ კრემლს ლოიალობის დემონსტრირებით? მით უფრო მაშინ, როცა კიევიდან ურთიერთობების დაალაგების მზადყოფნის სიგნალები ისმის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს უკვე პირისპირად შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს. ასეთ დროს რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის მხარდაჭერაზე უარის თქმა მხოლოდ დიპლომატიური მანევრი აღარ არის. ეს პოლიტიკური არჩევანია. არჩევანი, რომელიც ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველას, ევროპას, უკრაინას და მოსკოვს და საქართველოს მოქალაქეებსაც. და ყველაზე მძიმე ამ ამბავში ალბათ ის არის, რომ ხელისუფლება ამ არჩევანს არა ძალის, არამედ შიშის ენით ხსნის.